შეკითხვა დამისვეს აი ეს მე-9 ადგილზე რო ვართ ჩვენ ბიზნესის CEO-ლით სოფლიოში ის გავაანალიზე პლუსები მინუსები უთხარი ხელოვნურობაზეც გავაკეთე აქცენტი რომ ძალიან ბევრი ეს ხელოვნურადაა შექმნილი და დავარწმუნე რომ ამ მე-9 ადგილით საქართველოში ინვესტიციები არ შემოდიოდა და მე-9 ადგილი არ არის გადამწყვეტი და ის პროცესები რომ მართლა შეიძლება ერთ დღეში დააფუძნო კომპანია და ის რომ საბაჟოზე შეიძლება ძალიან სწრაფად გამოიტანო ტვირთი და კიდევ სხვა პლუსები რაც არსებობს რეალურად არაფერს არ განსაზღვრავს და არაფერს არ წყვეტს თავარი პირობა რაც არ სრულდებოდა ქვეყანაში ჩვენსაში საქართველოში რომ კერძო საკუთრება არ იყო დაცული და ეს არის ალბათ გადამწყვეტი და ძირითადი აი ეს დავფიქრდი რომ მე-9 ადგილზე კი ვიყავით მაგრამ ინვესტიციების ხრივ არავინ არ იყურებოდა საქართველოში აი ეს შესაბამისად დასკვნის სახით მე უთხარი რომ განვაცხადე რომ განუხრელად იქნება დაცული კერძო საკუთრება საქართველოს და ვერავინ ვერ გაბედავს კერძო ბიზნესში ჩარევას და აი კარგი ექსპერიმენტი იქნება საქართველოს და აწილ უყურეთ მეთქი მე-9 ადგილს ალბათ დავკარგავთ მაგრამ ინვესტიციები წამოვა საქართველოში რამდენადაც განსაზღვრელი როგორც ჩანს არის ის რომ კერძო საკუთრება უნდა იყოს დაცული და უნდა იყოს კონკურენტულარიანი ბაზარი რაც არ არსებობდა საქართველოში მონოპოლიებით და კარტელური შეთანხმებით იმართებოდა აი ამ პუნქტს მე რეალურად ავამუშავებ მე დავპირდი მათ ალბათ მე-9 ადგილის ხელოვნური იყო ის გამოკითხვები ბიზნესმენებზე და ეს რაღაც მე-9 ადგილი ალბათ ჩემი აზრით ხელოვნური იყო თუმცა შეიძლება არც კი დავკარგოთ მოვიდა ხელისუფლება სამართლიანი და ევროპული ტიპის აი ეს პრეტენზია გვაქვს ჩვენ და იმას აჩვენებთ ქართულ საზოგადოებასაც და მსოფლიოსაც რა თქმა უნდა იქ ვიღაცამ ნათესავი დანიშნა ვიღაცამ რაღაც ზედმეტ პრემია გამოიწერა მაგრამ ეს პრინციპი ესეთი რამ ხდება ყველგან მთელ მსოფლიოში და ნახეთ ახლა თუ ჩვენი არ გჯერათ და ჩემი არ გჯერათ ჩემი შეფასებით საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებები ნახეთ GDS-ში მე როდესაც შაბათის კვირის გადაცემებში მონაწილეობდი იქ ნახეთ ჩვენ კორუფცია თუ გამჭვირვალობა ევროპის როგორ ქვეყნებს აბა საბერძნეთი იტალია და ესეთ ქვეყნებს გადაუსარით ძალიან ბევრს